აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მესაკუთრეებისთვის საინფორმაციო აქცია მოაწყო. აქციის ფარგლებში ძეგლის მფლობელებს დაურიგდათ ფლაიერები ძეგლის მოვლა პატრონობის ვალდებულებების გაცნობის სამშენებლო სამუშაოების ნებართვის მიღების შესახებ. აქციის მიზანი მესაკუთრეების მხრიდან საკუთარი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის შევსება, სამართალდარღვევების პრევენცია იყო. მისი გაგრძელება მომავალშიც იგეგმება. აქციაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლების გარდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სულ 260 შენობაა რეგისტრირებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები, ძეგლის მესაკუთრეები, იქნებიან ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირები, არ იცავენ და არ უღვევენ საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. დღეს გვეხმარებიან სტუდენტები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან და საინფორმაციო კამპანიას ვატარებთ, ურიგებთ მასალას მოქალაქეებს, რითაც კიდევ ერთხელ ვახსენებთ, ან ვინც არ იცის ვაწვდით ინფორმაციას, რომ ნებისმიერი სახის თვითნებური სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ძალიან მკაცრად ისჯება კანონით, ფიზიკური პირებისათვის ჯარიმარი 5,000 ლარი, იურიდიული პირებისათვის 10,000 ლარი.